ჩინურ-კანადური ალიანსი ამერიკის პოლიტიკური მარცხი. ტრამპის წუხილები ირანთან დაკავშირებით. მემარცხენე რადიკალების დივერსია ბერლინში. დისკის ომი ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ირანის, ვენესუელისა და გრენლანდიის მოვლენება მთლიანად გადაფარა საერთაშორისო ახალი ამბები. დღევანდელ დაძაბულ მსოფლიოში კი კიდევ ბევრი რამ ხდება, რაც ყურადღებას და დაფიქრებას იმსახურებს. ამ რამდენიმე დღის წინ ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ეწვია, სადაც იგი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდა. მარკ კარნი კანადის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც უკანასკნელი 8 წლის მანძილზე ჩინეთს ეწვია. ამ ხნის განმავლობაში კანადას ჩინეთთან ცივი ურთიერთობა ჰქონდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ კანადის მთავარ პარტნიორსა და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაურთულდა ჩინეთთან ურთიერთკავშირი. კანადამ სოლიდარობის ნიშნად ამერიკას დაუჭირა მხარი. მეორე მხრივ, კანადაც უფრთხის ჩინეთის გაძლიერებას. ამიტომ ჯერ კიდევ ჯასტინ ტრიუდოს პრემიერ-მინისტრობის დროს ჩინეთის მაღალ ტექნოლოგიურ კომპანიებს კანადაში ფართო მოღვაწეობა აეკრძალათ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტრიუდომ 2024 წელს ამერიკულ სტრატეგიასთან კოორდინაციით ჩინეთის ტექნოლოგიური სექტორის შეკავების ამკრძალავი ტარიფები შემოიღო. ახლა კი მარკ კარნიმ პოლიტიკა შეცვალა და ჩინეთთან დაახლოება დაიწყო. კანადისა და ჩინეთის ლიდერები ახალ სტრატეგიულ ეკონომიკურ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ კანადა ჩინეთის ელექტრომობილებზე დაწესებულ 100%-იან ტარიფს 6%-მდე შეამცირებს, რაც ჯასტინ ტრიუდოს პოლიტიკიდან რადიკალური გადახვევაა. სანაცვლოდ ჩინეთიც წავიდა დათმობაზე და კანადის აგრარულ პროდუქციაზე დაწესებული 84%-იანი ტარიფი 15%-მდე დასწია, რაც კანადის აგროსექტორისთვის დიდ მოგებას ნიშნავს. კანადა ამ დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მისი მთავარი აგროპროდუქტი რაფსის ზეთია, რომელსაც დიდი რაოდენობით აწვდის ჩინეთს. ფისკალური ზომების გარდა ვიზიტმა ხელი შეუწყო ორმხრივი თანამშრომლობის ინსტიტუციურ აღდგენას. კანადა-ჩინეთის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის ხელახლა გახსნისა და ენერგეტიკის საკითხებზე მინისტრთა შორის დიალოგის წამოწყება მრავალი წლის განმავლობაში მიძინებულ საკომუნიკაციო არხების აღდგენას ემსახურება. მსოფლიოში ბევრს გაუკვირდა კანადის პოლიტიკის ასეთი შემოტრიალება, მაგრამ ნათელია, რომ კანადის ახალი პოლიტიკის მიზეზი ამერიკის პრეზიდენტის მიერ მოკავშირეების მიმართ გატარებული პოლიტიკაა. ტრამპი პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დაემუქრა კანადას ანექსიით. იგი კანადას ამერიკის 51 შტატად მოიხსენიებდა. კანადის ახალ პრემიერ-მინისტრს მარკ კარნის დიდი მოთმინება და ძალისხმევა დასჭირდა დონალდ ტრამპთან გაწონასწორებული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში კანადის პრემიერ-მინისტრმა პრაგმატული დიპლომატია და ოსტატური რიტორიკა აჩვენა. ის არ შედიოდა დონალდ ტრამპთან კამათში და არ ამწვავებდა მდგომარეობას. ამერიკის პრეზიდენტი კი თავის აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობდა. ვერც კანადამ და ვერც ამერიკის სხვა მოკავშირეებმა ტრამპს პოლიტიკა ვერ შეაცვლევინეს, ამიტომ კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპისგან დისტანცირება დაიწყო. მან პირდაპირ განაცხადა, რომ კანადის დიდი ხნის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ამერიკის აგრესიული სავაჭრო ტარიფებისა და პროტექციონისტული პოლიტიკის გამო დასრულდა, რაც მარტივენაზე იმპორტირებული საქონლისგან ადგილობრივი წარმოების დაცვას ნიშნავს. მარკ კარნი
ყოფილი ცნობილი ბანკირი, ეგრეთ წოდებული ეკონომიკური რეალიზმის გზას დაადგა. ის საგარეო პოლიტიკას იდეოლოგიურ ლოგიკაზე კი არა, ეკონომიკურ მდგრადობაზე აფუძნებს. ვაჭრობის დივერსიფიკაციითა და შეერთებული შტატებისგან დაშორებით, კანადა თავის სტრატეგიულ ავტონომიას განამტკიცებს. დივერსიფიკაცია კი ჩინეთის გარეშე ვერ მოხერხდება, რადგან ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო მოთამაშეა. პეკინი წარმატებით იყენებს მარკ კარნის ვიზიტს ჩრდილოეთ ამერიკის მოკავშირეებს შორის განხეთქილების დასათესად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თუ ამერიკა მეტისმეტად პროტექციონისტულ პოლიტიკას გაჰყვება, ჩინეთს შეუძლია საკუთარი საბაზრო მასშტაბი და ეკონომიკური პოტენციალი ამერიკისგან მისი უახლოვესი პარტნიორების ჩამოშორების მიზნითაც გამოიყენოს. შტატებში კანადისა და ჩინეთის დაახლოება ტრამპის პოლიტიკის მარცხად მიაჩნიათ. დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ამ საკითხში მწვავედ აკრიტიკებენ ამერიკის პრეზიდენტს. ამასთან დაკავშირებით ყველაზე ხისტი განცხადება დემოკრატმა სენატორმა ბრაიან შაცმა გააკეთა. ჩვენ უბრალოდ დავმარცხდით კანადა-ჩინეთის შეთანხმების გამო. ეს იყო აშკარა საგარეო პოლიტიკური კრახი შიდა ეკონომიკური შედეგებით. პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში ყველაზე ფუძემდებლური პრინციპი მეგობრებისადმი ერთგულებაა. ჩვენ კი არა უბრალოდ ორგულები აღმოვჩნდით, არამედ ნამდვილი მტრობა გამოვიჩინეთ მათ მიმართ. სწორედ ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, განაცხადა სენატორმა. 2026 წელი ირანში დიდი მღელვარებით დაიწყო. უფრო ზუსტად, საპროტესტო ტალღა გასული წლის დეკემბრის ბოლოს აგორდა და იანვარში დიდ არეულობაში გადაიზარდა. გამოსვლების მიზეზი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გახლდათ. შარშან ირანის ეროვნული ვალუტა 84%-ით გაუფასურდა და საკვებზე ფასების ზრდამ 72%-ს გადააჭარბა. წლიური ინფლაცია დეკემბერში 50%-ს გადასცდა. ბოლო წლების სხვა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, არეულობა ქვეყნის ეკონომიკურ ცენტრში, თეირანის დახურულ ბაზარში დაიწყო. ეკონომიკური კოლაფსის შედეგად ყველაზე მეტად მცირე ბიზნესის მფლობელები, განსაკუთრებით იმპორტირებული საქონლით მოვაჭრეები და ვალუტის გადამცვლელები დაზარალდნენ. საპროტესტო ტალღა მალე მთელს ქვეყანას მოედო. ბოლო ათწლეულების მანძილზე ირანში ბევრჯერ აგორებულა საპროტესტო ტალღა, მაგრამ ის, რაც იანვარში მოხდა, ძალიან განსხვავდებოდა წინა წლების ვითარებისგან. იანვრის პროტესტები უფრო მასობრივი და უფრო რადიკალური იყო. 10 წლის წინ დემონსტრანტები რეჟიმის პოლიტიკის შეცვლასა და რეფორმებს ითხოვდნენ, მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობდნენ. ახლა ისინი ღიად ითხოვდნენ რეჟიმის დამხობას, ხმამაღლა სკანდირებდნენ სიტყვებს სიკვდილი დიქტატორს. რა თქმა უნდა, ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს ალი ხამენეის გულისხმობდნენ. სოციალური ქსელებით ფართოდ გავრცელდა კადრები თუ როგორ წვავდნენ ახალგაზრდები მის ფოტოსურათებს. ასეთი რამ წინათ წარმოუდგენელი იყო. პროტესტების გეოგრაფია და მონაწილეთა რაოდენობა სწრაფად გაფართოვდა. მაგალითად, 2022 წელს დემონსტრაციებში ძირითადად სტუდენტები და ქალები მონაწილეობდნენ. ამჯერად მოსახლეობის პრაქტიკულად ყველა ფენა და ყველა ასაკის ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. არეულობის პირველი კვირის განმავლობაში ირანის ხელისუფლებამ პროტესტის უფლება აღიარა და მზადყოფნა გამოთქვა მომინტიგეებთან დიალოგში ჩართულიყო, მოუწოდებდა რამათ თავი აერედებინათ არეულობისთვის, მაგრამ მალე ირანის ხელისუფლებამ რიტორიკა შეცვალა და დემონსტრანტებს ხისტი ზომებით დაემუქრა. დასავლელი ექსპერტების აზრით, მთავრობის მიერ რიტორიკის შეცვლის მიზეზი ირანის ხელისუფლების შიში იყო, რომ დემონსტრანტებს ირანის დიდი დიასპორა
შეუერთდებოდა და მათი დახმარებით რევოლუცია მოხდებოდა. მით უმეტეს, რომ დემონსტრანტებს მხარდაჭერა დასავლეთში ირანის დიასპორის უდავო ლიდერმა, ქვეყნიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა რეზა ფეხლევიმ გამოუცხადა. ის ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეხლევის ვაჟია. ირანის დიასპორა დასავლეთში მთლიანად უკანასკნელი შაჰის მიმდევრებია, რომლებიც ისლამური რევოლუციის გამო გაიქცნენ სამშობლოდან. ირანის ხელისუფლებამ ტახტის მემკვიდრე ამერიკისა და ისრაელის დაზვერვის აგენტად შერაცხა და საპროტესტო ტალღის სასტიკად დარბევა დაიწყო. ხელისუფლებამ სამართალ დამცველების გარდა ჯარიც გამოიყვანა ქუჩაში. საბოლოოდ უამრავი ადამიანი დაიღუპა. ირანის ოფიციალური მონაცემებით 3000-მდე ადამიანია დაღუპული, თუმცა არაოფიციალურად მსხვერპლმა 10,000 გადააჭარბა. ამ სასტიკი დარბევების შემდეგ მდგომარეობა თითქოს დაწყნარდა, მაგრამ არავინ უწყის, როდის და რა ძალით აგორდება ახალი საპროტესტო ტალღა. მთელი მსოფლიო აანალიზებს ირანში დატრიალებულ ამბებს და პასუხს ეძებს მთავარ კითხვაზე, რატომ ვერ შეარყია პროტესტმა ირანის ხელისუფლება. დასავლელი ანალიტიკოსების აზრით, პირველ რიგში იმიტომ, რომ ირანის ხელისუფლებას მოსახლეობაში ჯერ კიდევ მილიონობით მომხრე ყავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისლამურმა რევოლუციამ ირანში ძალაუფლების ძლიერი ვერტიკალი შექმნა. აქამდე 10 წლეულების მანძილზე ხელისუფლების არც ერთ შტოს არ გამოუთქვამს ირანის ლიდერის მიმართ უმნიშვნელო კრიტიკაც კი. ჯარიც და უშიშროებით ძალებიც ჯერჯერობით ხამენეის ფანატიკურად ერთგულია. ამიტომ ირანის ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ გარე ძალებით არის შესაძლებელი. ამერიკის პრეზიდენტს აშკარად სურს ხამენეის დამხობა. ის ხმამაღლადაც კი დაემუქრა ირანის ხელისუფლებას, მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპმა ამ გზით მოქმედება გადაიფიქრა, რაც ამერიკული პრესის თქმით, მას გენერლებმა და დაზვერვის ექსპერტებმა გადააფიქრებინეს. მათი აზრით, ხამენეის რეჟიმის ჩამოსაშლელად ირანზე საჰაერო დარტყმები არ იქნებოდა საკმარისი და ამ სცენარში ვითარების უკონტროლო ესკალაციაში გადასვლის მაღალი რისკი არსებობდა. ახლა ტრამპი ცდილობს თავის სტილში ხამენეის რეჟიმი დააშინოს, რომ ისინი დათმობაზე წავიდნენ. ამერიკის პრეზიდენტს უპირველეს ყოვლისა ირანის ბირთვული პროგრამა აწუხებს. ტურბულენტურად დაიწყო 2026 წელი. არეულობა ირანში, მადუროს მოტაცება ვენესუელაში, გრენლანდიის ირგვლივ გამწვავებული ვითარება და ასე შემდეგ. არც გერმანიაში არ დაწყებულა ეს წელი მშვიდად. 3 იანვარს გამთენიისას გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთ ელექტროსადგურზე დივერსია განხორციელდა, რის გამო ბერლინის ერთი ნაწილი რამდენიმე დღე უშუქოდ დარჩა. ეს ბლეკაუტი 100,000 ბერლინელს შეეხო. ამ ცივ იანვარში ბევრი მათგანი იძულებული გახდა 3-4 დღე უშუქობაში გაეტარებინა, რომ არაფერი ვთქვათ გათბობისა და ცხელი წყლის უქონლობაზე. ამას ისიც დაემატა, რომ ქალაქი პანიკამ მოიცვა. ბერლინში ჭორი გავრცელდა, რომ დივერსია რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. ქალაქის ხელისუფლებას მოსახლეობის დაწნარება მოუწია. გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დივერსია რუსულმა სპეცსამსახურებმა კი არა, მემარცხენე რადიკალებმა მოაწყეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, დივერსიის განხორციელებაში ბრალი მემარცხენე რადიკალურ ჯგუფს სახელად ვულკანს ედება. ჯგუფი 2011 წლიდან მოქმედებს და უკვე არაერთი თავდასხმა განახორციელა ბერლინის ელექტროქსელზე, თუმცა სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯერ კიდევ არ იციან, ვინ დგას ამ ჯგუფის უკან, ან როგორაა ჯგუფი ორგანიზებული. თავად ჯგუფმა ელექტრონული წერილი გაავრცელა, რომელშიც დივერსიაზე პასუხისმგებლობა აიღო. მათი თქმით, დივერსია სოლიდარობის აქტია ყველა იმ ადამიანის მიმართ,
ვინც დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფისგან იცავს. ჯგუფის მიზანია ზიანი მიაყენოს გერმანიის ინდუსტრიას, რადგან ის არ იცავს კანონებს გარემოს შესახებ. დივერსიამ გერმანიისა და ბერლინის ხელმძღვანელობა გააშიშლა. როგორც გაირკვა, ქვეყანა მზად არ არის ასეთი ინციდენტისგან თავის დასაცავად. თვით ხელმძღვანელობაში სუფევდა ქაოსი. დივერსიის დროს ყველაზე უპასუხისმგებლოდ ბერლინის მერი კაი ვეგნერი მოიქცა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბატონი ვეგნერი ინციდენტიდან 7 საათის შემდეგ ჩოგბურთის სათამაშოდ წავიდა. როგორც მან განაცხადა, მისი სამუშაო დრო იმ დღეს უკვე ამოწურული იყო. ამ დროს 100,000 ბერლინელი შუქის გარეშე იყო დარჩენილი. გერმანიის მოსახლეობამ ასევე დიდი უკმაყოფილება გამოთქვა ბუნდესკანცლერის ფრიდრიხ მერცის მიმართ. მან საახალწლო მიმართვაში გერმანიის მთავრობა აქოდა ადიდა და განაცხადა, რომ გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და უძლიერეს ქვეყნად რჩება. განხორციელებულმა დივერსიამ კი ყველაფერი პირიქით აჩვენა. თუ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ შეუძლია მოსახლეობა ასეთი დივერსიისგან დაიცვას და ხალხი 4 დღით ელექტროენერგიის გარეშე არ დატოვოს, ის ვერც ერთი კრიზისის გამკლავებას ვერ შეძლებს. საინტერესო ამბავს რა გამოლევს მსოფლიო ისტორიაში, მაგრამ ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მართლა უჩვეულო და ღიმილის მომგვრელია. საქმე ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებას ეხება. კანადასა და დანიას შორის ატლანტის ოკეანეში მდებარე ერთი პატარა კუნძულის გამო კონფლიქტი წარმოიშვა. უпростоრად კანადასა და გრენლანდიას შორის. ეს გახლავთ მცირე ზომის დაუსახლებელი მიწა, რომელსაც ჰანსის კუნძული ჰქვია. კუნძულს ეს სახელი მე-19 საუკუნის ნორვეგიელი თარჯიმნისა და მკვლევარის ჰანს ჰენდრიკის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ამერიკულ და ბრიტანულ ექსპედიციებში მუშაობდა და დიდ სამსახურსაც უწევდა მათ, განსაკუთრებით ესკიმოსებთან ურთიერთობაში. კუნძულის ფართობი მხოლოდ 1300 კვადრატული მეტრია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე კანადელი და გრენლანდიელი ესკიმოსები ერთად თევზის საჭერად იყენებდნენ. 1880 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ბრიტანეთის არქტიკული სამფლობელოები კანადის იურისდიქციაში გადავიდა. თუმცა დაბნეულობისა და მოძველებული რუკების გამო კუნძული ჩანაწერებში დაიკარგა და შესაბამის დოკუმენტაციაში არ შევიდა. გამოხდა ხანი. არქტიკის შესწავლა გაგრძელდა. 1920-იან წლებში დანიელმა მკვლევარებმა ეს ტერიტორიები დეტალურად შეისწავლეს და აღწერეს, მათ შორის ჰანსის კუნძულის მდებარეობას დააზუსტეს. კოპენჰაგენში, რომელსაც იმ დროისთვის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გრენლანდიაზე სრული კონტროლი ჰქონდა, ამ დაუსახლებელი მიწის დანიის ტერიტორიად გამოცხადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. 1933 წელს ერთა ლიგის იმდროინდელი გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰანსის კუნძული დანიას გადასცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ახალ დაფუძნებულმა გაერომ ერთა ლიგის გადაწყვეტილება ბათილად ცნო. რადგან კუნძული როგორც კანადის, ისე გრენლანდიის ახლოს მდებარეობს, მასზე უფლება ორივე ქვეყანამ განაცხადა, მაგრამ ეს უკანცრიელი კუნძული ორივე ქვეყნისთვის იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მის გამო დავა მიიჩქმალა და დავიწყებას მიეცა. 1970-იან წლებში კანადასა და დანიას შორის კონფლიქტი გამწვავდა, როცა მათ საზღვრების დემარკაცია გადაწყვიტეს. პროცესი 1973 წელს დასრულდა, თუმცა ჰანსის კუნძულის საკითხი, რომელიც ორივე ქვეყნის სანაპიროდან 18 კილომეტრში მდებარეობს, გადაუწყვეტელი რჩებოდა. არც ერთი ქვეყანა არ თმობდა პრეტენზიას კუნძულზე. 1984 წელს ჰანსის კუნძულის გამო კანადასა და დანიას შორის უცნაური დავა გაჩაღდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კანადელმა სამხედროებმა კუნძულზე დესანტი გადასხეს, აღმართეს კანადის დროშა და დატოვეს
აბრა წარწერით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კანადაში. კანადელებმა მტრის მორალურად განადგურებას გადაწყვიტეს და დროშის გვერდით ერთი ბოთლი კანადური ვისკი დატოვეს. დანიელებმა გამოწვევა მიიღეს და რამდენიმე კვირის შემდეგ კუნძულზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნეს. მათ კანადის დროშა ჩამოხსნეს, დანიური აღმართეს, კანადური ვისკიც დალიეს და მის ადგილას ერთი ბოთლი დანიური შნაფსი დატოვეს. წარწერით კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დანიურ კუნძულზე. ამის შემდეგ რამდენიმე თვეში ერთხელ თითოეული მხარე კუნძულზე ჩადიოდა ხოლმე და იგივე პროცედურას ახორციელებდა. ეს უცნაური რიტუალი 38 წელიწადს გაგრძელდა, რასაც დიპლომატიური პროტესტი და ონლაინ კამპანიებიც მოჰყვა. დაპირისპირება ოფიციალურად მხოლოდ 2022 წლის 14 ივნის დასრულდა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე კანადამ და დანიამ გადაწყვიტეს მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ უნდა წყდებოდეს ტერიტორიული დავები ცივილიზებულად. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას და კუნძული შუაზე გაყვეს. საზღვარი კი სალკლდეზე გაავლეს. ამ შეთანხმებით კანადასა და დანიას გრენლანდიის სახით ახლა უკვე ოფიციალურად აქვთ სახმელეთო საზღვარი. ცერემონიის დროს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოლოჯერ გაცვალეს ბოთლები. ასე დამთავრდა ყველაზე კულტურული ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ვისკის ომის სახელით არის ცნობილი. დღეს ამით დავასრულებ ძვირფასო მეგობრებო. საერთაშორისო პანორამის რედაქცია მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ძველებური ინტერესითა და ჩვეული ყურადღებით განაგრძობთ ამ პროგრამის ყურებას. ჩვენ კი ვეცდებით თქვენს ცნობის მოყვარეობას სათანადო ერთგულებითა და ცოდნით ვუპასუხოთ. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.